Pushing it like a belief walking center. ძალიან დაზარალდა რაღაცები. ვინც მაგას გეუბნებიან. ეხლა საუბარი იმდინარე პროცესი ერთ დღეში ეს ვერ გაკეთდება ეს. სამედიცინო დახმარება ხო არ ჭირდება? სანტავით იყვანა გავი. გიორუა ეხა ეს დატოვებული. მეორე სად არის? ეპიდემიის თავისთავად საფრთხე ეხლა არ არსებობს, თუმცა არსებობს თელს ამ ტერიტორიაზე გარკვეული ზონები, სადაც სპეციალური ცოდნა და სპეციალური უნარჩვევები არის საჭირო იმისათვის, რომ მართული იყოს სიტუაცია. იქ, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ეს ზონები აბსოლუტურად დაცული არის, უსაფრთხოების ზონები და თუ უსაფრთხოების ზონები თელ ტერიტორიაზე იქნება დაცული, გარწმუნებთ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ წარმოიშვება. საჭირო არის შესაბამისი ზომების მიღება, განხორციელება, ეს არ არის რთული. ამაზე ჩვენ მთელი დღეების განმავლობაში ინსტრუქტორს უტარებთ. ყველაზე მარტივიდან რომ დავიწყოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცოდეთ ღია ტანსაცმელი, როგორც მოხალისეებს, ასევე მაშველებს, ასევე დასუფთავებას, რომ თავიდან იქნა საცილებული კანის დაბინძურება, სველი ნიადაგით, ტალახით, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს გარკვეული ინფექციის მატარებელი. ეს არ არის კავშირში დაუშვათ დაღუპული ცხოველების ნეშთებთან, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური და არა ეპიდემიური საშუალებების დაცვა. ასევე აუცილებელი არის ამ ზონებში, რომ ონკანის წყალის გამოყენება, ამ ზონებში და არა მთელ ქალაქში ონკანის წყლის გამოყენება შეზღუდული იყოს, ამიტომ არ ვიცით, რომ ლოკალური მილსადენი დაზიანებულია თუ არა და აუცილებელი არის ხელის ჰიგიენის დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ კანი გაიკაწრეს რამეთი, უკვე რამოდენიმე პუნქტი არის გახსნილი თბილისში, სადაც აცრებს ჩაუტარებენ, ეს აცრები და ჭრილობის დამუშავება უფასო არის, ასე რომ აი ამ მარტივი წესების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.